კავკასიური იოგა, რომელიც სულ უფრო და უფრო იკრებს პოპულარობას, ინტერესი იზრდება და ამ დროს ეს ძალიან ძველი მეთოდია კურნალობის და გაჯანსაღების თვითშემეცნების. და თვითშემეცნების, კი ბატონო. რატო არ ქონდა ეს ინფორმაცია და თქვენთან როგორ მოვიდა ამ მეთოდის შესახებ ინფორმაცია? ეს იყო 2000 წლის დასაწყისში, როდესაც ჩამივარდა ძველი საბეჭდი მანქანით ამობეჭდილი ხელნაწერები, მაშინ გავეცანი. მაშინ თითქმის არავინ არ იცოდა. მე მოგვიანებით გავიგე, რომ მაინც 70-იან წლებში, მე 70-იან წლებში ეს ეზოთერულ წრეებში ხელში გადადიოდა, მაგრამ როდესაც მე ჩამივარდა, არანაირი ინფორმაცია არ იყო, ძალიან მწირი ინფორმაცია იყო და დავიწყე მისი შესწავლა. პარალელურად ისე მოხდა, რომ ქართული თარგმანის დაბეჭდა ჩემის მეშვეობით დაიწყო მთავარ გაზეთ კვირაში. რომელი წლებია ეს? ეს არის 2000 წლის დასაწყისი, ახლა გეტყვით 2003-4 წლები. რო ჩამივარდა, მივხვდი, რომ კავკასიური იოგა ეს იყო ის სისტემა, რომელიც მე მჭირდებოდა და რატო. მაშინ ვიყავი საკმაოდ ცუდად. ცუდ მდგომარეობაში ეს რო თქვა, გამოუვალი მდგომარეობა, პერსპექტივის უქონლობა, დათრგუნვა და ასე შემდეგ. მანამდე ბევრი რაღაცები მქონდა ნაცადი, მაგრამ ის შედეგი, რომელიცაც მე ვიღებდი, არ მაკმაყოფილებდა. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირადი მოხმარებით დაიწყე. რა თქმა უნდა, პირადი მოხმარებით ეს პირველ რიგში მე მჭირდებოდა. და დავიწყე ამის ვარჯიში და თვალნათლივ ყისიერ მომცე შედეგები. როდესაც ძალიან მოკლე დროში იმ პრობლემებიდან გამომიყვანა და რაც მთავარია მომცე პერსპექტივა. ის რაც კავკასიური იოგაში არის, ჯერ უნდა დაგვეტესტა. ან უნდა დამეტესტა რა არის ამ იოგაში მითი და რა არის რეალობა. და მერე უკვე, როდესაც ამდენი წლები იტესტებოდა და ამდენიმე 1000 ადამიანზე მოხდა ამ სადიაგნოსტიკო საშუალებებით, საავტორო სადიაგნოსტიკო საშუალებებით შემოწმავ რაღაცეების, მერე უკვე თამამად განვაცხადე, რომ შეიძლება კავკასიური იოგის სწავლება. ეხლა აგვიხსენი ეს. აი მაშინ დავიწყოთ ესე კი, ადამიანი ხო ყალიბდება მოცლად ყოფის პერიოდში. ის დედისეული შთაბეჭდილება აყალიბებს ამ ადამიანის ხასიათს, ბუნებას, ხომ? იბადება, მერე როდესაც იზრდება ზრდის პროცესში ცხოვრება აყენებს სხვადასხვა დარტყმებს და ეს იწვევს მისი აღქმის, ასე რომ ვთქვათ, გაუკუღმართებას. ეს ყველაფერი სუმარულ ინდივიდუალურ გამოცდილებას, რასაც იდეენს, ამაზე ისავ. საქსუალ ინდივიდუალურ ლაპარაკი და ინდივიდუალურ გამოცდილებაზე. ეს ყველაფერი ჯამში ამ ადამიანს ეგრეთ წოდებული მოწყვლად მდგომარეობაში აქტებს. და მას უყალიბდება გარკვეული ტიპის რეაგირება ამა თუ იმ მოვლენაზე და პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხასიათი. ეს არის ხასიათი და ხასიათიდან გამომდინარე ბედიღბალი. მაგრამ ეს ყველაფერი ჩაწერილია სად? თავის ტვინში, რეფლექსების სახით. და რატომ დამაინტერესა კავკასიური იოგა, რომ ის პირდაპირ მუშაობდა თავის ტვინზე. მე რომ ვახსენო, სულ მდგომარეობაში ვიყავ და მჭირდებოდა მე თვითონ დახმარება. ამ ყველაფერმა როცა გავეცანი და მაჩვენა, რომ ეს იყო უმოკლესი გზა, იმიტომ მომისყიდა, ჩაუღრმავდი ამას და დავიწყე კვლევა-ძიება და რა თქმა უნდა, ჩემს თავზე გამოცდა ბევრი რამის. დიაგნოსტირებას რაც შეეხება, დიაგნოსტირება აუცილებელი იყო, რომ მე დამედგინა აი ეს დარღვევები, მაგალითად ადამიანმა რაღაცა განიცადა მშობიარობის პერიოდში, ან 7 წლის ასაკში და მასში გარკვეული რეფლექსი ჩამოყალიბდა. როგორ გავიგოთ რა ჩამოყალიბდა, რა სისტემას დაარტყა და რა ტიპის რეაგირება აქვს. ამისთვის საჭირო იყო დიაგნოსტირება და გარკვეული პროვოკაციული ენა. მომიწია მე მანუალური თერაპიის სწავლობს, ფუნქციონალური ნევროლოგიის, ეს არის დარგი, რომელიც ნერვული სისტემის ენას სწავლობს, რეცეპტორობის დენეზე, ოსტეოპათიის, სხვადასხვა რეფლექსოთერაპიის და ამ ჯამში, ამ გაერთიანებული ცოდნით უკეთ შევძელი გამგო კავკასიური იოგა. იმიტომ რომ ის მწირი ინფორმაცია არ იყო საკმარისი, რომ ასე ვთქვათ, ჩაგვეშვა, ან ტრანსლირება გაგვეკეთებინა, რომ კავკასიური იოგა ეფექტურია და უსაფრთხო. ხა იოგა არის უფრო აღმოსავლური ცოდნაზე დამყარებული, ხო, ძირითადად აზიის ქვეყნებიდან და აქვს სხვადასხვა მიმართულებები და ასე შემდეგ და აი თვითონ კავკასიაში იოგას არსებობა ისტორიას რო შევეხოთ, თქვათ, დაახლოებით როდიდან არის და რა წყაროებზე დაყრდნობით მოვიდა ჩვენამდე. სამწუხაროდ ერთადერთი წყარო არსებობს ირაკლი. ეს არის კონტვალევსკის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და მე ეს რომელი წლებია? ეს არის მე-20 საუკუნის 20-იანი წლები, ის იყო მოგზაური, დიპლომატი და რატომღაც საქართველოში მოხვდა და მიიღო აქ გარკვეული ცოდნა. საინტერესოა მე გადავიდა ამერიკაში და 1955 წელს გამოსცა ინგლისურ ენაზე წიგნი. სადაურია ზოგადად ეს კაცი?
ეს პოლონელი დიპლომატია. ეხლა რამდენად რთულ დავალებებზე აქ ლაპარაკი რა დრო უნდა დაუთმოთ მაგალითად დღევანდელი ახლა ცხოვრების რითმი, წესი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საათობით ვიჯდეთ და რაღაც კონკრეტულ პრაქტიკას დაუთმოთ ეს დრო. აი ეს როგორ ხდება, ვთქვათ, ამ დავალების ფარგლებში მე ყოველდღიურად უნდა ვიყო თუ არა ჩართული და რა ხანგრძლივობით, რა ინტენსივობით, აი ეს რო აგვიხსნა. რატომ მომეწონა კავკასიური იოგა? ეს ძალიან ესე ვთქვათ, კარგად ადაპტირებული შეიძლება გახდეს თანამედროვე ცხოვრების რიტმთან. დავალება სასურველია ყოველდღე შევასრულოთ. სასურველი კი ვის რა შედეგი უნდა, მაშინ ყოველდღე უნდა შესრულოს, მაგრამ დიდ დანახარს არ მოითხოვს. ერთი სუნთქვითი დავალება დაახლოებით საშუალოდ 3 წუთს შეადგენს. და ხანდახან მე ვეუბნები რომ 2 ჯერ უნდა ისუნთქოს 3 წუთის განმავლობაში დღეში. მაგრამ ეს მე შეიძლება დამჭირდეს 8 ჯერ გავაკეთო. მაშინ 24 წუთი. 24 წუთი არაფერი არის საკუთარი ჯანმრთელობის პრინციპი. ეს თან გადანაწილებულია მთელი დღის განმავლობაში და საინტერესოა. აი კავშირი ახლა თვითონ ვთქვათ ფიზიკურ დონეზე გამოვლენილ დაავადებებს და აი ამ მეთოდს შორის ეს როგორ მყარდება ეს კავშირი? აი სწორედ წლები დამჭირდა რომ ეს კავშირი დამეადგინა. ხომ არის ეგრეთ წოდებული კავშირები. ვისცერო მოტორული, ახლა განმარტოთ. ვისცერო მოტორული რას ნიშნავს? ვისცერო არის ორგანო, მოტორო არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. ორგანოებსა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას შორის ფასციების მეშვეობით არის მჭიდრო რეფლექტორული კავშირი. ეს კავშირი ძველად უკვე აღმოაჩინეს და ჩვენ ამის აღმოჩენა მოგვიწია ხელმეორედ მე-20 საუკუნეში პავლოვის შრომების საფუძველზე შეგვიძლია ვიჩვენოთ, რომ კი ეს კავშირები არსებობს.